გონებს ღაფრებს მე გიყვები მათ მე ზუსტად ისევე ფერაც როგორც მინდა რომ გავდე უსმენ დავითვლის უთქვას ბედნიერ მე შენს თვალებს ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა რა თქმა უნდა ფიზიოლოგიური მშობიარობა. მე ვარ მათ შორის ვინც უარი თქვა გაუტკივარებაზე. არასწორი ინფორმაცია აქვს ძალიან ბევრი დალექილი, თუ ცოტა 6 თვე მაინც უნდა იყოს გასული, რომ შემდეგი ორსულობა დაგეგმოთ. როდიდან იწყებს ხალი მომზადებას მშობიარობისთვის? ემოციური მდგომარეობა ხალის იყოფა ტრიმესტრების მიხედვით. ჩავალაგეთ ჩანთა და ეხლა ვართ მოლოდინში და თან გვეშინია აქვს ანუ სიმპტომების ჩამონათვალი, რომელიც არის სიმპტომი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამშობიარო სახლს და ექიმს. ჩვენთანაც არის ეს პრაქტიკა უკვე? არის უკვე ეს პრაქტიკა. დიდი ხანია ბავშვი არ გამოჩენია. გამარჯობა, მოგესალმებით და ვიწყებთ მშობელთა კრებას. შემოგვიერთდით, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოგწერეთ თქვენთვის საინტერესო თემები და კომენტარები, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ საინტერესო პასუხებით დაგიბრუნდეთ. დღეს უნდა ვილაპარაკოთ მშობიარობაზე, რომელიც არის განსაკუთრებულად ემოციური პროცესი და მის შემდეგ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად და სამუდამოდ იცვლება. სიხარულთან ერთად, რა თქმა უნდა, მას თან ახლავს გარკვეული შიში, უამრავი შეკითხვა და იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული მშობიარობა ყველა დედისთვის არის ინდივიდუალური გამოცდილება, შესაბამისად, სხვების მაგალითი და რჩევები ნაკლებად გამოგვადგება, ჯობს, რომ ამ შემთხვევაში მოусმინოთ პროფესიონალებს. დღეს ჩემთან ერთად არის მიან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი, რომელიც უპასუხებს ჩვენ შეკითხვას. მადლობა თქვენი დროისთვის და მადლობა მოსვლისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. არა მხოლოდ პროცესი, საუბარიც ძალიან ხშირად ემოციურია ხოლმე ამ თემაზე, როდესაც ვიხსენებთ ამ გამრიულ პერიოდს. როდიდან იწყებს ხალი მომზადებას მშობიარობისთვის? პრაქტიკულად მშობიარობისთვის მომზადება ორსულობის პირველივე დღეებიდან იწყება, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია ჯერ პირველ რიგში ორსულობის მიმდინარეობაზე და რა თქმა უნდა შემდგომ მშობიარობის პროცესზე. აქედან გამომდინარე პრაქტიკულად ორსულობის პირველივე კვირეებიდან გინდა არ გინდა ყოველს თავში უტრიალებს ის პროცესის შესახებ კითხვები და ორსულობის მანძილზე რა თქმა უნდა ხალხს ვაძლევთ ამ ინფორმაციას. ემოციური მდგომარეობა ხალის იყოფა ტრიმესტრების მიხედვით. პირველ ტრიმესტრში მისთვის ეს ახალია, ესე ვთქვათ, ორსულობა და შესაბამისად მოდის პირველ პლანზე ემოციები, ემოციური ლაბილობა, თან უხარია ეს ორსულობა და თან წყინს. ამას ამბივალენტობას ვეძახით. უკვე მეორე ტრიმესტრი ეს არის უკვე ნაყოფის მიღების პერიოდს ეძახიან, როდესაც ხალი გაითავისებს, რომ ნამდვილად არის ორსული. პირველი ტრიმესტრის ეს გულისრევა ღებინება და ეს სიმპტომები უკვე ჩავლილია და ანუ მიიღო რომ არის ორსულად. აი უკვე მესამე პერიოდს, მესამე ტრიმესტრს ვეძახით, ანუ ბუდის მოწყობის პერიოდს და პრაქტიკულად ანუ ხალი უფრო აქ კონცენტრირებულია, აი როგორი მშობიაროს, სად იმშობიაროს, რა ინფორმაცია სჭირდება მშობიარობისთვის და თუ დაუშვათ ესე დავყვეთ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მთელი ორსულობის მანძილზე პაციენტი წვეთ-წვეთად გამზადოთ მშობიარობისთვის, პრაქტიკულად აი ეს ლომის წილი, ესე ვთქვათ, ამ პროცესის მომზადების მოდის უკვე მესამე ტრიმესტრი, ანუ სადღაც დაახლოებით 28 კვირის შემდეგ. რაც შეეხება პროცესის თვის მომზადებას, პირველ რიგში ის თავის კითხვებზე პასუხს იღებს ექიმისგან. გარდა ამისა არის ახლა თქვენს გადაცემას მშობელთა კრება ქვია, მაგრამ არის მოგეხსენებათ მშობელთა სკოლები, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ ხალები მოამზადონ, ანუ აი ეს მნიშვნელოვანი და ეს მთავარი პროცესისთვის, რასაც მშობიარობა ჰქვია და შესაბამისად პაციენტი, ასე ვთქვათ, აქაც ნაწილ დეტალურად იღებს იმ ინფორმაციას, რაც მას სჭირდება აი ამ ესეთი მომენტისთვის, რა მშობიარობა. რა იგულისხმება ამ მომზადებაში? ფიზიკურად მომზადება, ფსიქოლოგიურად და ემოციურად მომზადება თუ ორივე ერთად? ისეთ რა არის, ყველაფერი იგულისხმება პრაქტიკულად, ეხლა თვითონ თუ მშობელთა სკოლას ავიღებთ, მშობელთა სკოლაში იგულისხმება უფრო თეორიული მომზადება, ანუ მან პრაქტიკულად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ხალხს, რა არის მშობიარობის პროცესი. ეხლა ზოგადად არის მიჩნეული, რომ ხალის ყველა მშობიარობა განსხვავებულია. ეხლა პირველი მშობიარობა ხალი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ინტერესით ისმენს ყველაფერს, იმიტომ რომ მისთვის ყველაფერი უცხოა და შესაბამისად ადვილად ექცება ახლობლის, მეზობლის, მეგობრის ზეგავლენის ქვეშ და ხშირად ისმენს იმ ისტორიას, რომ აი ესე წავიდა, ისე რთული იყო, გამიჭირდა, მოკეთ ძალიან ესეთ ვთქვათ, ჰორორ სტორიებს ისმენენ ესეთ. ხო, როგორც წესი, ეგეთებს უფრო ყვებიან ხოლმე, ვიდრე მარტივ მშობიარობებს. კი, რა თქმა უნდა, და შესაბამისად ყოველთვის პაციენტს ვეუბნებით, რომ მოდი, ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ მოყოლილ ამბებს, იმიტომ რომ ამან რა თქმა უნდა შესაძლებელია პოზიტიური არა, ნეგატიური ზეგავლენა იმოქმედოს იმ მოლოდინზე, რაც ხალხს მშობიარობისგან აქვს და მან უნდა შექმნას ეს თავისი დაწეროს, ესე ვთქვათ, თავისი ისტორია. ეხლა შესაბამისად, რომ ხალხმა რაღაცა დაახლოებით მოლოდინი შეიქმნას და მშობიარობისთვის მომზადების
მომზადებული იყოს, ამისთვის მას სჭირდება რომ დეტალურად იცოდეს ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებს გადის ქალი მშობიარობისთვის. შესაბამისად, ამ დეტალურ ინფორმაციას ისიღებს ერთი მშობელთა სკოლიდან, მეორე არის უკვე შეიქმნა წიგნები, ელექტრონული წიგნები, მაგალითად, სადაც არის ინფორმაცია დეტალურად იმ პროცესების შესახებ და იმ საფეხურების შესახებ, რასაც ქალი მშობიარობის დროს გადის და ეტაპების შესახებ და როდის და რა ხდება და შესაბამისად ეს ანუ ასე ვთქვათ, უნდა იყოს ინფორმაციულად მომზადებული. გარდა ამისა, რომ ესე იგი მას ინტერესი აქვს, ეს მომზადებას თავისი დატვირთვაც აქვს, იმიტომ რომ რეალურად გარდა აი ამ მოსმენილი ისტორიებისა არის შიში უცნობისა, ანუ ქალს აქვს შიში იმისი, რაც მას არ გაუვლია ეს განსაკუთრებით პირველ მშობიარეს ეხება და შესაბამისად ითვლება, რომ ქალმა რომელმაც უკვე იცის თუ რა გზა უნდა გაიაროს და საფეხურებრივად თეორიულად მაინც გავლილი აქვს ეს პროცესი, ის უფრო მომზადებული ხდება მშობიარობას და უკვე რაღაც ესე ვთქვათ, როგორც შინაურულ პროცესში ისი არის ჩართული ამ მშობიარობის პროცესში. შესაბამისად, მისი ქცევაც, მიდგომაც, დახმარებაც და ამ მშობიარობისგან პოზიტიური ეს გამოცდილების მიღებაც განსხვავებულია. ფსიქოემოციური მდგომარეობის გარდა და ამის მზაობის გარდა, რამდენად მნიშვნელოვანია, თქვათ, ფიზიკური აქტივობა იმისთვის, რომ ჩვენი მშობიარობა შედარებით უფრო მარტივად წავიდეს. რამდენად გვეხმარება ეს? ვიტყვი ამ ფსიქოემოციურ მომზადებაზე, ეს ჩვენ ვისაუბრეთ პრაქტიკულად, როდესაც ქალმა უნდა გაიაროს ის ეტაპები, ანუ რა ეტაპებისგან შედგება მშობიარობა და შეგვიძლია ამაზე ცოტა მოგვიანებით კიდე გავაგრძელოთ. გარდა ამისა, ის პრაქტიკულად მთელი ორსულობის მანძილზე მას ვამზადებთ, რომ ის იყოს მომზადებული ფსიქოლოგიურად მშობიარობისთვის. მოდით აქ ვჩავშალოთ ის ეტაპები, მერე დავუბრუნდეთ მაშინ ფიზიკურ აქტიურობას. ხო, კი ბატონო, ესე იგი თვითონ ანუ მშობიარობა შედგება, ქალს ყოველთვის ამას ვუაქცენტებთ, რომ შედგება 3 ეტაპისგან. ეს არის ჯერ საშვილოსნოს ყელის გახსნის თვითონ პროცესი, შემდგომ უკვე ნაყოფის დაბადების პროცესი და მშობიარობის შემდგომ უკვე ცოტა ხანში 1-15 წუთში, ზოგ შემთხვევაში ცოტა უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგაც ხდება უკვე პლაცენტის ანუ მომყოლის დაბადება. ეს არის მშობიარობის ძირითადი ეტაპები, რასაც ქალს რაც არ უნდა საოცარი იყოს, მუხსნით რომ მას კონდეს ეს მზაობა, რა პროცესები უნდა გაიაროს მშობიარობის დროს. თვითონ აქვე რასაც უხსნით, რა პოზები უნდა მიიღოს მშობიარობის დროს, ანუ არის ესეთი პოზების მიღება შესაძლებელი, რომელიც მას შეუმსუბუქებს გარკვეულად იმ გარკვეულს განსაკუთრებით. ახლა ყოველთვის ახლა დღესდღეობით საკმაოდ ხშირად ირჩევენ ეპიდურულ გაუტკივარებას, რომელიც ითვლება მშობიარობის შემსუბუქების, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად უალტერნატივო მეთოდად, მაგრამ გარდა ამისა არის პაციენტები, რომელსაც არ უნდა გაუტკივარება და უნდა მას რომ სინჯოს აი ეს ბუნებრივი მეთოდები და შესაბამისად ეს ბუნებრივი მეთოდები, რასაც ვასწავლით პაციენტებს ორსულობის პერიოდში მშობიარობის პროცესამდე, რა პოზა უნდა მიიღო მშობიარობის დროს, როგორი მასაჟი უნდა გაიკეთოს, როგორ შეუძლია რომ ბურთზე იხტუნაოს, რომ შეიმსუბუქოს, ესე ვთქვათ, ეს სამშობიარო ტკივილები და აქვე ვააქცენტებთ, რომ ამ ტკივილს მოდი ნუ დავარქმევთ ესე ტკივილს, რომ ტვინმა არ დაიმახსოვროს, ესე ვთქვათ, ცუდად აი ეს პროცესი და შესაბამისად უფრო საშვილოსნოს შეკუმშვას ვარქმევთ და ყოველთვის ვააქცენტებთ ისევე, რომ ამ შეკუმშვას აქვს დასასრული დასაწყისი და ეს ისეთი უმისამართო არ არის, არიან ლოგიკურ ბმაშია და შესაბამისად ყოველ შემდეგ შეტევას უნდა დაველოდოთ სიხარულით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მშობიარობა კარგად მიმდინარეობს და გართულების გარეშე. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ პაციენტები, რომლებიც ირჩევენ ბუნებრივ გაუტკივარების მეთოდებს, ანუ ეს პოზა იქნება, ეს მუსიკის მოსმენა იქნება, ეს მასაჟი იქნება, უფრო ხანმოკლე დროში მშობიარობენ, ვიდრე ქალები, რომლებიც ირჩევენ ეპიდურული გაუტკივარებით მშობიარობას, იმიტომ რომ თვითონ გვერდით ეფექტებში რო წავიკითხოთ ეპიდურული გაუტკივარების და პრაქტიკაშიც ესე ხდება, ის ახანგრძლივებს მშობიარობის მეორე პერიოდს, ანუ ქალი შეიძლება უფრო დიდხანს მოუწიოს მშობიარობა, ვიდრე გაუტკივარების გარეშე გაუტკივარებით. მე ვარ მათ შორის, ვინც უარი თქვა გაუტკივარებაზე პირველ რიგში, იმიტომ რომ მაინტერესებდა მე ვინან ეს სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ არ იყო მარტივი არ აღმოჩნდა, საკმაოდ ვიწვალე. თუმცა კიდევ ერთი თემა იყო, რამაც ვარი მათქმევინა, ხშირად მესმოდა, უბრალოდ ექიმებისგან, არა მეზობლებისგან, ან მარტო მეგობრებისგან, რომ ამ დროს შესაძლოა ისე კარგად ვერ დაეხმარო ექიმს, როგორც იმ შემთხვევაში თუ არ გაიკეთებ ამ გაუტკივარებას. ხო, ამას თავისი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ თქვა გრძნობელობა არ გაქვს მაგ მომენტში. აი ეს ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია? იცით რა არის, ანუ დღესდღეობით ითვლება რომ მშობიარობა ხა ქალის ამტანობის ტესტი არ არის და ამიტომ თუ დაუშვათ გვაქვს ესეთი სიტუაცია რეალურად ექიმი დღესდღეობით უფრო ხშირად ირჩევს, იმიტომ რომ ესეც რა თქმა უნდა პაციენტია დამოკიდებული ხა ქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტი შემოვიდა პრაქტიკულად ისეთი საშვილოსნოს ყელის ისეთი გახსნა, რომელსაც ეუბნები რომ უკვე აღარ დარჩება და მოდი აი ეს ცოტაც რაღაცნაირად სუნთქვით იმით გადავიტანოთ, ხო? მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც შემოდის პაციენტი, იყვება რომ აქვს ძალიან ახლა ტკივილის შეფასება ძალიან ინდივიდუალურია და ხა ორ ადამიანს მე და თქვენ ერთნაირად არ გვეტკინება რა თქმა უნდა
უნდა თვითონ საშუალოსნოს თითოეული საშუალოსნოს შეკუმშვა. თუმცა, ანუ ესე იგი აი ამ ინდივიდუალურად აი შემოვიდა პაციენტი, მაგალითად ძალიან აღწერს საშინელ ტკივილს, უკვე დათრგუნულია ამ ტკივილით და შესაბამისად ხსინჯავ პაციენტს და მხოლოდ ერთი თითი ან ორი თითია გახსნილი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თვითონ ექიმი ისთავაზობს, რომ მოდი თქვენ შემთხვევაში ურიანი იქნება, გავაკეთოთ გაუტკივარება. ხა დღესდღეობით გაუტკივარება უკვე დიდი ხანია გამოიყენება და ფართოდ აპრობირებული მეთოდია მშობიარობის, მაგრამ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტი დაუშვათ მომზადებული მოდის. ახლა დღესდღეობით იწყება მაგალითად ხშირად აი გვესმის უკვე დულა არის ადამიანი, რომელიც ეხმარება ქალს მშობიარობის დროს, გვერდით უდგას, იქ რაღაცა ბრინჯით ავსებ იმას პარკებს, ცივის და ცხელის აპლიკაციას აკეთებს, რომ ეს შეუმსუბუქოს ეს ტკივილი, ანუ უფრო აქცენტი კეთდება აი ამ ფარმაკოლოგიურ გაუტკივარების მეთოდებზე და ეს ქალბატონები ძირითადად ვინც გამოცდილები არიან მშობიარობაში, რომელსაც უცხოეთში აპრობირებულია ეს დულები, რომელიც მიყვება ქალს მშობიარობის დროს, მშობიარობის მომენტში დასახმარებლად. დეტყვით ახლა მაგასაც ანუ ამ შემთხვევაში ხალხს უფრო მარტივად გადააქვს ესე ვთქვათ მშობიარობის პროცესი და ანუ ის მეტნაკლებად მზად არის აი ამ იმისთვის იმ პროცესებისთვის რაც უნდა ელოდეს ანუ მას უკვე რაღაც გარკვეული ინფორმაცია მოგროვებული აქვს. ეხლა თვითონ დულა როგორც უკვე ვთქვით არის ადამიანი რომელიც ჩვენთანაც არის ეს პრაქტიკა უკვე არის უკვე ეს პრაქტიკა დიდი ხანია ბავშვი არ გამოჩენია. უცხოეთში საკმაოდ ისია აპრობირებული მეთოდი და პრაქტიკულად იქ ქალი დულას გარეშე არც მიდის სამშობიაროდ ანუ ეს არის გამოცდილი ქალი რომელსაც აქვს ყველანაირი ინფორმაცია მშობიარობის პროცესის შესახებ უდგას გვერდით ეხმარება ანუ აკეთებს დაუშვათ მასაჟს გავისადა წელის არეში რაც ქალს ეხმარება აი ამ შეტევების გადატანაში ეხმარება დაუშვათ პოზების მიღებაში ურჩევს რომ მოდი ახლა ამ პოზიდან ამ პოზაში გადავიდეთ ეხმარება ბურთზე ხტუნაო გარდა ამისა ვახსენია ეს ბრინჯის ისინი არის ხოლმე რომ არა აქ მშობა ბრინჯი იქნება მარილი იქნება მთავარია ცივის და თბილის აპლიკაცია ითვლება ერთ-ერთ ტკივილ დამაყუჩებელ მეთოდად და შესაბამისად ეს მეთოდიც ანუ ეს პარკები ხდება გავებზე ხდება გავაზე ხდება ამ თბილის და ცივის აპლიკაცია და ითვლება რომ ესეც ძალიან ეხმარება ქალს აი ამ მშობიარობის დისკომფორტის ესე ვთქვათ დასაძლევად აქედან გამომდინარე ეს მოკეთ ყველაფერი ინდივიდუალურია და პაციენტთან ერთად მიიღება გადაწყვეტილება. ამიტომ აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხა პაციენტი მშობიარობის მომენტში ესე თვითონაც ესე თუ არაფერი არ წაუკითხავს, მანამდე არაფერი არ გაუგია, არანაირი ინფორმაცია არ მოუძია, უცებ ვერაფერს ვერ გადაწყვეტებს. ამიტომ ყველაფერში უყურებს ექიმს. მაგრამ თუ პაციენტს ეს ინფორმაცია უკვე მოძიებული აქვს, აკითხული აქვს, შე შემთხვევაში აი ხა მშობელთა სკოლაში მაგალითად ქალებს ვასწავლეთ, როგორ უნდა გააკეთონ თავიანთი მშობიარობის გეგმა. მშობიარობის გეგმა რა არის? ეს არის ანუ გაწერილი პრაქტიკულად ფურცელზე ის გეგმა დაწყებული იქიდან რა მიგაქვს სამშობიარო სახლში იმიტომ რომ ანუ აი ჩამონათვალი ხო რომელსაც ესე იგი რა თქმა უნდა ყველა სამშობიაროს ის თავის ჩამონათვალი მეტნაკლებად აქვს მაგრამ პაციენტსაც უნდა ჰქონდეს თავისი გაწერილი იმიტომ რომ უცბად რო იწყება მშობიარობა უცბად ვერ დაიწყებდა ყველანი შეიძლება რომელიც საჭიროა თავი ვერ მოუყარო ამიტომ და არც ის ნივთები არ არის ხა მაგალითად მობილური და მისი დამტენი რომელიც ჩანთაში ჩადებდა ესე დაელოდები მშობიარობას ხო შესაბამისად ანუ უნდა იყოს პრაქტიკულად სიახონდეს წინასწარ პაციენტს გაკეთებული რა მიაქვს სამშობიარო სახლში ეს არის ანუ ერთი მომენტი რითიც იწყება მშობიარობის გეგმა რა მიგვაქვს სამშობიარო სახლში აჰა რა მიგვაქვს სამშობიარო სახლში ისევ ესე იგი დაწყებული პრაქტიკულად ანუ პირადი ნივთები რაც უჭირდება ანუ უკვე ვახსენეთ რომ მობილური დამტენი შეიძლება იყოს აქ ყურსასმენები რომ მუსიკა შესჩეული პლეილისტსაც ვეუბნებით რომ შეგიძლია რომ მუსიკასაც მოусმინო იმიტომ რომ მუსიკას დიდი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ესე ვთქვათ ყურადღების გადამტანადაც მოქმედებს ამ შემთხვევაში ანუ გვეუბნებით რომ შეგიძლია შეარჩიო შენი პლეილისტი და მოусმინო აქვე ვეუბნებით რომ შესაძლებელია წაიღოს საწუწნე კამფეტები შელიბონები რომელმაც ენერგია მოგცეს ეს არის ის რაც შეუძლია რომ პაციენტს ამ მშობიარობის პროცესში გამოიყენოს რომ ენერგია მისცეს ესე ვთქვათ გარკვეულად გლუკოზის დონემაც მოიმატოს და ენერგია ჰქონდეს მეტი ვეუბნებით რომ უნდა წაიღოს ახლა ძირითადად სამშობიარობაში აღჭურვილია მაგრამ თუ პაციენტს აქვს სურვილი შეუძლია თავისი პირადი ბერანგი ის ანუ ჩუსტები ქართულად როგორ არის ესე იგი სახლის ხო ფეხსაცმელი ესე ვთქვათ მისი პირადი მეძუძურის უკვე მშობიარობის შემდგომი ლიფი საცვალი ესე იგი ბავშვის ჩასაცმელი რომელიც უნდა იყოს წინასწარ გარეცხილი და გაუთავებული გარდა ამისა ნუ დანარჩენი პრინციპში პაციენტს მეტი წილი ყველაფერი ხდება ასევე ვეუბნებით რომ მეტი კომფორტისთვის ვინაიდან ამ სუნთქვის დროს ტუჩები უფრო მეტად
გაჩრება, შეგიძლია წაიღო შენი ტუჩის ბალზამი, რომელსაც დამატენიანებელი ეფექტი აქვს, ანუ მთელი ყველაფერი პირის ზოგადი ჰიგიენის ნივთები, საშუალებები, კბილის ჯაგრისი იქნება თუ პასტა და ეს შემონათვალი გაწერილია, რომელსაც ქალს ვებნებით, რომ ანუ ეს კონდეს, რომ უცბად ეს ყველაფერი ჩაალაგო, იქ დაწყებული ანუ საბუთებიდან რა საბუთები უნდა წამოიღო სამშობიარო სახლში და კიდევ მნიშვნელოვანი დგება შემდეგი კითხვა, ვინ მიყვარს სამშობიარო სახლში, ხო, ვინ უნდა დაესწროს მშობიარობის დროს. აღმოჩნდა რომ ესე იგი და რამდენად მნიშვნელოვანია რომ დაესწროს ვინმე. პირველ რიგში ალბათ ბავშვის მამა. ხო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვეუბნებით, რომ ჯობია რომ ბავშვის მამა იყოს, ანუ პარტნიორი დაესწროს, რომელიც უნდა იყოს ასევე მომზადებული, იმიტომ რომ სულ ამბობთ ხოლმე, რომ პარტნიორი იქ სერიისაყურებლად არ მოდის. მას გარკვეული როლი აკისრია და რახან ჩვენთან ეს დულას ინსტიტუტი ჯერ არ არის ესე გავრცელებული და მხოლოდ ძირითადად თანხლები პირები ესწრებიან, შესაბამისად მამამაც უნდა იცოდეს რა ქნას. ანუ სად გააკეთოს მასაჟი, როგორ ისუნთქოს ქალთან ერთად, როგორ დაეხმაროს, ანუ პროცესი უნდა იცოდეს. მანაც რომ სწორი მიმართულება მისცეს, ესე ვთქვათ, აი ამ მშობიარობის დროს ქალის პირველ რიგში იქით არ უნდა გახდეს მისახედი. რა თქმა უნდა, ესეც რომ იცოდეს, რომ ისეთ როგორ არის, როდესაც კაცი ანუ ემზადება ამ პროცესისთვის, კი რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ხოლმე ესეთი გაუთვალისწინებელი მომენტებიც, მაგრამ მომზადებული წყვილი განსხვავებულად უყურებს ამ შემთხვევაში პარტნიორიც მშობიარობის პროცესს და სხვანაირად აღექვამს მშობიარობას და სხვანაირად არის ჩართული. ქონია შემთხვევები, ხა მეც რამდენიმე ჯერ როცა ჩემი პაციენტის მშობიარობას ვესწრებოდი, როგორც უბრალოდ რომ ვესწრებოდი, იყო რომ აი მომდამებულა მამამ ჭიპლარეც კი გადაჭრა, რომელიც შეიძლება მანამდე წარმოუდგენელი ყოფილიყო მისთვის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევარჩიოთ ის პირი, ვინც დაესწრება მშობიარობას. ეხლა ამაზე ძალიან დიდი ხანია საუბარია, რომ ძალიან ანუ ქალი მარტო არ უნდა წავიდეს სამშობიაროთ, იმიტომ რომ რეალურად ის შენი თანხლები პირი არის ის შეყოლილი კომფორტი, ის რაც მშობიარობის დროს ძალიან ეხმარება იგივე სამშობიარო ტკივილის დაძლევაში და მშობიარობის პროცესის პოზიტიურად აღქმაში. ამიტომ თუ დაუშვათ ეს არ არის პარტნიორი, შეუძლია წაიყვანოს ნებისმიერი სხვა, ვისაც დაუშვათ აქვს რაღაცა გარკვეული გამოცდილება და ქალი ვისთანაც იგრძნობს თავს კომფორტულად მშობიარობის პროცესში. აი თქვათ მამის შემთხვევაში, ან თუნდაც ნებისმიერი დამსწრის შემთხვევაში, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბავშვთან ემოციური კავშირისთვის, როდესაც აი ეს პირველივე წუთებიდან, როცა ის იბადება და ევლინება სამყაროს, ამ დროს მასთან ერთად არის ან მამა, ან ბები, არ ვიცი, ვინც აირჩია, ხო, ამ მომენტში მშობიარე ქალმა, ხდება კანი-კანთან კონტაქტი და როგორც ვიცი, ეს განსაკუთრებულად. ძირითადად ახლა როდესაც ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე გვაქვს საუბარი, კანი-კანთან კონტაქტი დედასთან ხორციელდება და ნუ პრაქტიკულად ბავშვი დაიბადება თუ არა, მაშინვე ვაწვევთ ქალს გულმკერდზე და ამას უამრავი დატვირთვა აქვს ამ კანი-კანთან კონტაქტს, როგორც თქვენ ახსენეთ, ერთი ის რომ სითბოს შენარჩუნებაში უწყობს ხალხს, მეორე ითვლება რომ ეს არის ანუ აი ნაყოფის და ბავშობის დაბადების შემდეგ მისთვის ის ყველაზე ნაცნობი გულისხმა ესმის ის ანუ დედის ნაცნობი რითმი ესმის, ასევე ის რომ მოითესება იმ ბაქტერიებით, რომელიც ქალს სხეულზე აქვს და ანუ ესე ვთქვათ, კარგი ბაქტერიებით ხდება ახლაშობილის მოთესვა. გარდა ამისა, პირველივე დღეებში და პირველივე უკაცრავად ესე იგი წამებში ხდება ლაქტაციის დაწყება, ანუ ხელს უწყობთ რომ ესეც ხელს უწყობს რომ შემდგომ ანუ განვითარდეს აი ეს სწორი მოჭიდება და ანუ ძუძუთი კვება განვითარდეს და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის პირველი ემოციური კავშირი, რაც თქვენ ახსენეთ პირველივე წუთებიდან. საკისრო კვეთის შემთხვევაში, როდესაც ქალთან ვერ ხერხდება ეს კანი-კანთან კონტაქტი, ამ შემთხვევაში მამას ურჩევთ რომ იყოს იქვე თუ არა შორი ახლოს და უკვე ბავშვს მამას წვეთ გულკერძე ხოლმე რომ აი ეს ემოციები დაუშვათ თუ დედასთან ვერ ხო, ეს კავშირი შედგეს ნებისმიერ შემთხვევაში. რა არის ის მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიმპტომები, რასაც უნდა მივაქციოთ მთელი ორსულობის დროს? ყურადღება იქნება ეს დასაწყისი პერიოდი თუ ბოლო? ესე იგი, გვაქვს ანუ სიმპტომების ჩამონათვალი, რომელიც არის სიმპტომები, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა რომ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამშობიარო სახლს და ექიმს. ეს არის აი მაგალითად ეხა შეიძლება ყველა არ ჩამოვთვალო, მაგრამ მეტი წილი რო წავიდეთ, ეს არის როგორც უკვე სისხლიანი გამონადენი საშოდარ. ეს შეიძლება იყოს წყალივით გამონადენი, ანუ სანაყოფო წყლის დაღუდა წყალივით გამონადენი საშოდარ, განსაკუთრებით თუ არ არის დროული ორსულობა. ასევე მაღალი ტემპერატურა ცხელება, როდესაც 18 გრადუსი და მეტია და ამ შემთხვევაში ამას რაღაცა
ყურადღება სჭირდება. ძლიერი მუცლის ტკივილი, რომელიც დაუშვათ არ გადის რამდენიმე საათის მანძილზე და ამასაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. სისხლიანი შარდი, აი მაგალითად ტკივილი შარდვის დროს, რაც საშარდე სისტემის ანთებაზე მიუთითებს, მაღალი წნევის მაჩვენებელი, წნევა, რომელიც 40-90 და მეტია, გარკვეულ ყურადღებას საჭიროებს ასევე. ესე იგი, ფიქრები, აი ემოციებზე ვისაუბრეთ ბევრი და ფიქრები თუ დაუშვათ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვას, ესეც საჭიროებს გარკვეულად ყურადღებას. ასევე აქვე შეიძლება განვიხილოთ, ანუ ეს ძლიერი შეკუმშვები თუ დაუშვათ, ეს არ არის დროული ორსულობა, რომელიც ანუ ნაადრევ შემთხვევაში ეს სამშობიარო ტკივილის მსგავსი სიმპტომები, ანუ მოვლითი ტკივილი მუცლის არეში თუ დაიწყო დროულ ორსულობამდე, ესე იგი უცაბედი ძლიერი შეშუპება კიდურების არეში, რომელიც ასევე წნევის მაჩვენებელი შეიძლება იყოს, ესეთი გამოხატული ჰაერის უკმარისობა, რომელიც ანუ ქოშინი, რომელიც რაც არ ქონდა, ანუ ესეთი ცუდად ყოფნის შეგრძნება დაუშვათ, რაც პაციენტს არ ქონდა მანამდე, ანუ ეს ყველა სიმპტომი საჭიროებს გარკვეულად ექიმის ჩართულობას და შემდგომ კვლევებს და ყურადღებას. ჩავალაგეთ ჩანთა და ეხლა ვართ მოლოდინში და თან გვეშინია, არ ვიცით რა მომენტი, როდის დადგება ის მომენტი, როცა აუცილებელია რომ წავიდეთ სამშობიაროში. შესაძლო ხშირად ხდება ხოლმე ისეც, რომ არ ახლავს ამას, არ უსწრებს წინ ეს ტკივილი, რის მოლოდინშიც ვართ ხოლმე, ხო? რაღაც სხვანაირად იწყება პროცესი. რა არის ეს სიმპტომები? არის სიტუაციები, როდესაც ქალს ვაფრთხებთ, თუ მოხდება მაგალითად სანაყოფო წყლის დაღვრა. ამ შემთხვევაში უნდა მივიდეს ის უკვე სამშობიარო სახლში. თუ დაეწყო მას შეკუმშვები, რომელიც 1 საათის მანძილზე არის 1 საათი 6 და მეტი შეკუმშვა საათის მანძილზე, ესე იგი ნიშნავს, რომ დაიწყო უკვე სამშობიარო მოქმედება. იმიტომ რომ სამშობიარო მოქმედება ორსულობის განსაკუთრებით 37 კვირის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს არარეგულარული ხასიათი და ამას ცრუ სამშობიარო მოქმედებას ვეძახით, რომელიც ან გადავა მშობიარობაში და ან არა. ყოველ შემთხვევაში გამოცდილი დედები ხშირად არის, რომ დაეწყო მშობიარობა, რომელიც თუ არა აქვს მას რეგულარული ხასიათი, ამის გამოც მიმართავენ კლინიკას და ხდება ქალის გასინჯვა, ხშირად ექიმი უბნება, რომ ჯერ მშობიარობაში არ ახარ და ჯობს დავიცადოთ და ხშირად ქალი ბრუნდება სახლში. და ვეუბნებით, რომ დაბრუნდი იმ შემთხვევაში, თუ გექნება რეგულარული სამშობიარო ტკივილები და ხშირად ვეუბნებით, რომ საათი ამ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია. ხო, ეხლა ეს უნდა მეკითხა, ანუ რა პერიოდულობით და რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ტკივილი, რომ მივხვდეთ, რომ უკვე დროა წავიდეთ. 6 შეტევა ნიშნავს, რომ 10 წუთში ერთხელ აქვს რეგულარული შეტევები, ან 10 წუთზე ნაკლებ პერიოდში უკვე, მაგრამ თუ დაუშვათ ერთი შეტევა იყო, დაუშვათ 5 წუთიანი ინტერვალი და შემდეგი ისე გავიდა, შემდეგი 20 წუთი რო არაფერი არ ქონია, ამ შემთხვევაში ამას არ ვეძახეთ რეგულარულ სამშობიარო მოქმედებას და ჯობს კიდევ დავიცადოთ ბინაზე, იმიტომ რომ ამის ესე იგი მოდინის დრო არის, მაგრამ თუ პაციენტს როგორც უკვე ვთქვი, დაღვრილი აქვს სანაყოფი წყალი, ან აქვს რაღაც შენიშვნა სისხლიანი მოწითალო ფერის გამონადენი საშინელი, ამ შემთხვევაში ჯობს რომ მივიდეს კლინიკაში და დაუყოვნებლივ წავიდეს. კი ბატონო, აი ახლა გადავიდეთ სწორედ საკაისრო კვეთაზე. თუ რამის დამატება არ გსურთ წინა ნაწილთან ახსენეთ, ანუ ფიზიკური მომზადება და ამას კითხვა არ გამიცი ამაზე. ანუ რეალურად ესეც ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის დროს გახორციელდეს მშობიარობისთვის. მშობიარობა პრაქტიკულად, ანუ ინგლისურად რო ავიღოთ, არის labor. Labor ნიშნავს მუშაობას და მინდა გითხრათ, რომ ქალისთვის მშობიარობა დიდი მუშაობის ტოლფაზია. ეს არის დიდი ფიზიკური მუშაობა, რომელიც გარკვეულად ფიზიკურ დიდ ძალისხმევას მოითხოვს ხოლმე და შესაბამისად პაციენტი მშობიარობის პროცესში დაღლილია, ენერგია გამოცდილია და ამიტომ ყოველთვის ვეუბნებით, რომ რაღაცა გარკვეული ფიზიკური მომზადება მას უნდა ჰქონდეს. თვითონ ეხლა თუ დაუშვათ, ანუ კატეგორიაა პაციენტების, რომლებიც სულ ვარჯიშობდნენ და ორსულობის პერიოდში თუ ორსულობა კარგად მიმდინარეობს, უბრალოდ მთელი 9 თვე შეუძლია ქალმა გააგრძელოს ფიზიკური აქტივობა, გარკვეული მოდიფიკაციებით, ანუ ორსულობასთან ადაპტირებული მოდიფიკაციებით, მაგრამ მთელი 9 თვე პრაქტიკულად ბოლომდე მას შეუძლია მაგალითად იცუროს, ხო, გამოიყენო მიმართოს ორსულთა იოგას, ორსულთა პილატეს, ეკნოს სეირნობა ყველაზე ისეთი მარტივია. ესე იგი, შესაბამისად, ანუ თუ პაციენტმა ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, არა გვაქვს გარკვეული რისკ ფაქტორები და ამასაც შევეხოთ რა შემთხვევაში ვეუბნებით, რომ არ ღირს ვარჯიში თქო. ანუ პაციენტი პრაქტიკულად მთელი 9 თვე გვინდა რომ იყოს ფიზიკურად აქტიური. ეხლა არის კატეგორია ორსულების, რომელსაც არასოდეს უვარჯიშია. იმას ეხლა ვერ ეტყვი, რომ მოდი ეხლა დაიწყე, თუმცა ყველაზე ისეთი მარტივი ვარჯიში რაც არის, მსუბუქი, ეს არის 30-40 წუთის სეირნობა, რომ მაინც ყოველდღიური ხასიათი მივცეთ ამ სეირნობას.
და ხო როგორც უკვე ვთქვით, არის სხვადასხვა ვარჯიშები, რომელსაც ქალებს ურჩევთ, განსაკუთრებით ეს ჩაჯდომები, რომელიც ბარძაყის შიდა კუნთებს აქტიურებს, რაც ქალს სჭირდება მშობიარობის პროცესისთვის და შესაბამისად უფრო ესე ვთქვით, რომ უფრო მარტივად უნდა იმშობიაროთ ამ შემთხვევაში თქო. აქედან გამომდინარე ფიზიკურ მომზადებას, როგორც უკვე ვთქვით, დიდი მნიშვნელობა აქვს. ვარჯიშის ბენეფიტები ძალიან ბევრია. ერთი ის, რომ გუნება-განწყობილებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, მეორე ის, რომ ამცირებს წონის არასაჭირო მატებას ორსულობის პერიოდში, არეგულირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, ანუ შაქრის დონეს, ესე ვთქვათ, სიცხში, მნიშვნელოვნად ამცირებს წნევის განვითარების რისკს ქალებში და ამიტომ ეს და აუმჯობესებს ითვლება, რომ მშობიარობის გამოცდილებას ორსულობის ბოლოში. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს ვარჯიშს და თუ პაციენტისთვის უკუნაჩვენები არ არის ვარჯიში ორსულობის დროს, შესაბამისად ყველას ურჩევთ, რომ რაღაცა გარკვეული ფიზიკური აქტივობით შესაძლებელია დაგავდეს. დღეს ვყავდა ზუსტად პაციენტი, რომელიც მეუღლეს მეუბნება, ესე იგი კიდევ ვარჯიშობს, იყო 34 კვირის ძალიან. ნუ ის ნერვიულობდა როგორც ჩანს. ხო, რა თქმა უნდა, ხო ყველა ვარჯიშს აქვს თავისი და ამიტომ უნდა უფრო ჩაუღრმავდეთ, რომ იყოს ორსულთან ორსულობასთან ადაპტირებული. თუმცა არის ისეთი სიტუაციები, მაგალითად აი ტყუპინაყოფით ორსულობა, რომელსაც ვეუბნებით, რომ არ არის რეკომენდირებული ვარჯიში, იმიტომ რომ ისედაც მომატებულია ნაადრევი მშობიარობის რისკი. არის მაგალითად ნაადრევი მშობიარობის მომატებული რისკის მქონე პაციენტები, დაუშვათ ერთხელ იმშობიარა ნაადრევად, მას 30-ჯერ მეტი აქვს პროცენტულად რისკი, რომ ისე დაიწყოს ნაადრევი მშობიარობა. არის უკვე როდესაც მაღალი წნება ამ შემთხვევაში ვეუბნებით, რომ არ არის რეკომენდირებული. ან დაუშვათ პაციენტის წინამდებობა, როდესაც სისხლდენის მეტი რისკი, ამ შემთხვევაში ამოკლედ არის მთელი რიგი გარკვეული სიტუაციები, როდესაც პაციენტს ვეუბნებით, რომ თქვენთვის არ არის რეკომენდირებული ფიზიკური აქტივობა და სჯობს, რომ უფრო მოსუნებით მდგომარეობაში ვიყოთ ორსულობის დროს თქო. ასე რომ აი ამ ფიზიკურ აქტივობას და ფიზიკურ მომზადებას მშობიარობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკაისრო კვეთა? რა თქმა უნდა ფიზიოლოგიური მშობიარობა. რატომ? იცი კი, ჯერთ რო ავიღოთ იქიდან, რომ სულ ვამბობთ, რომ ანუ აი საკეისრო კვეთა არის არასაჭირო კვეთა, თუმცა კარგი ალტერნატივაა იმ ქალებისთვის, ვისაც სხვა ანუ ფიზიოლოგიური მშობიარობა სხვადასხვა მიზეზების გამო არ არის რეკომენდირებული, ანუ სამედიცინო ჩვენებით. ახლა სამწუხაროდ ხშირად არის ხოლმე, როდესაც პაციენტი მოდის, ანუ ემოციურად ისე დატვირთული, რომ ანუ აი ბავშვობიდან ესე მესმის ესე არასწორი ინფორმაცია ძალიან ბევრი დალექილი და ვცდილობთ რომ მთელი 9 თვის მანძილზე გამოვასწოროთ, ესე ვთქვათ, შეუცვალოთ მას მიდგომა, რომ უფრო განსხვავებულად შეხედოს სამშობიარობის პროცესს. უმეტეს შემთხვევაში გამოგდის, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ვერა და პაციენტი რჩება თავის აზრზე, რომ აი არც კი მიხსენოს ვერ გადაიტანს ამას და ურჩევნია რომ საკეისრო კვეთას მიმართოს. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ვეუბნებით, რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას დედისთვისაც და ბავშვისთვისაც გაცილებით ბევრი დადებითი ეფექტი აქვს. ანუ ეხლა რომ გავუყვეთ დაუშვათ რა ეფექტი აქვს. ერთი ის რომ საკეისრო კვეთა არ არის, ანუ ოპერაცია რაც არ უნდა იყოს და შესაბამისად როგორც ყველა ნებისმიერ ოპერაციას გართულებების რისკის გაცილებით მეტი აქვს. მაგალითად იზრდება მეტია სისხლდენის რისკი, მეტია ინფექციური დაავადებების განვითარების რისკი, ახლა ჭირულობაა მარტო 12 სანტიმეტრიანი, იზრდება შორეული გართულებების რისკიც, ანუ ეს არ არის მარტო რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტი რომელიც ერთხელ გაიკეთებს საკეისრო კვეთას, სამწუხაროდ ქართულ რეალობაში მას განმეორებით ჭირდება საკეისრო კვეთა, თუ დავუშვათ 2-3 ჯერ გაიკეთა ოპერაცია, ამ შემთხვევაში იზრდება იქ არის მაგალითად გახანგრძლივებული ციკლის პრობლემები, რომელიც ძალიან ხშირად პაციენტს გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ იქ ნიშის სიმპტომები ვითარდება, სადაც გროვდება ეს სისხლი და ძალიან შეიძლება 10-14 დღე და ზოგჯერ მეტიც ჰქონდეს მოყავისფრო სისხლიანი გამონადენი საკეისრო კვეთის შემდეგ. არის შეხორცებითი პროცესი, რომელიც ვითარდება მუცლის და სხვა სხვა ოპერაციებისთვის შეიძლება იყოს ხელშემშლელი, ანუ სხვა მართლა რეალურად საჭირო ოპერაციებისთვის. ახლა არა გვაქვს საუბარი იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია როდესაც ჩვენება ამისთვის ჩვენებაა და ნუ ეს არის როგორც უკვე ვთქვით, კარგი ალტერნატივაა ფიზიოლოგიური მშობიარობის, მაგრამ ზოგადად პაციენტებსაც უნდა ჰქონდეს ეს ინფორმაცია და რა თქმა უნდა ექიმები მყარად უნდა ვიდგეთ იმაზე, რომ მშობს ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიაროს, იმიტომ რომ მას პრაქტიკულად ყველაფერი აქვს ამ მშობიარობისთვის და ქალების უმეტესობა მშობიარობს ფიზიოლოგიურად ყოველგვარი გართულების გარეშე. აი ეს შეხედულება, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა ქალის ორგანიზმს აჯანსაღებს, რამდენად რეალურია თუ მითია?
ისეთ რა არის ესე აჯახსაღებს ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით უბრალოდ ხა წარმოვიდგინეთ ესე თუ დაუშვათ ქალს ვიუჯენებთ იქიდან გამოვალთ რომ საკეისრო კვეთის დროს მეტი აქვს ინფექციის რისკი, მეტი აქვს გართულების რისკი, კარგა ხან სჭირდება იმისთვის რომ გაიმართოს, იაროს, მოკლედ ანუ გინდა არ გინდა მშობიარობის შემდეგ გარკვეული კვირა ხა 12 სანტიმეტრიანი ჭრილობა აქვს, ეს 12 სანტიმეტრი სჭირდება იმისთვის რომ ანუ ნაყოფის თავი რომ ესე ვთქვათ ამოვიდეს ამ ჭრილობაში, ხო? იქ დაცემინება, დახველება, ითვლება რომ ანუ ეს სუფთა ისეთი შიშველი სტატისტიკაა, რომ ქალები, რომლებმაც დაუშვათ იმშობიარეს საკეისრო კვეთის გზით, გაცილებით ნაკლები პროცენტი აჭმევს, აგრძელებს მერე ლაქტაციას, ვიდრე დაუშვათ ის ქალები, ვინც იმშობიარა ბუნებრივი გზით. იმიტომ რომ გასაგებია დისკომფორტი აქვს, ისე პოზა ვერ მოიხერხა, ბავშვი ისე ვერ დაიჭირა, თავისი გასჭირვებია, ესე რომ ვთქვა და შესაბამისად ეს ბევრად მეტი საფრთხე და დისკომფორტი მათ შორის ახლავს თან ამ ყველაფერს. საკეისრო კვეთის დროს, რა თქმა უნდა, აქ ოპერაციის გაკეთების ხარისხზეც არის საუბარი, მაგრამ საკეისრო კვეთის დროს, იმიტომ რომ მარტო ჭრილობაა და ისევ დაცემინება და ახვლება ყველაფერი შეიძლება პაციენტს და დიდხანს სჭირდება ეს თქელ გამოყუჩებული, რა თქმა უნდა, ჩვენს ფიზიოლოგიური მშობიარობა 2 საათში საერთოდ აღარ გახსოვს რომ იმშობიარე. რა დრო არის საჭირო გავიდეს საკეისრო კვეთიდან იმისთვის რომ ვიფიქროთ შემდგომ ორსულობაზე? პრინციპში აქ გარკვეული დრო ორივე სჭირდება ფიზიოლოგიური მშობიარობასაც და საკეისრო კვეთასაც. ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში ვეუბნებით რომ სულ ცოტა 6 თვე მაინც უნდა იყოს გასული რომ შემდეგი ორსულობა დაგეგმოთ. საკეისრო კვეთის შემთხვევაში ვეუბნებით რომ 2 წელი მაინც უნდა იყოს ოპერაციებს შორის გასული. ანუ ეს ნიშნავს რომ მშობიარობიდან დაახლოებით სადღაც 15 თვის შემდეგ დადგეს ორსულობა დაახლოებით. და აუცილებელია თუ არა რომ თუ გავიკეთეთ პირველ მშობიარობაზე საკეისრო კვეთა, შემდეგი მშობიარობაც სწორედ ასე დაიგეგმოს. თუ შესაძლებელია რომ მეორე მშობიარობა იყოს ფიზიოლოგიური. კი ბატონო, ეხლა ნახეთ კაც ეს არის რომ თუ დაუშვათ ქალს ქონდა სურვილი რომ მშობიარა პირველი ორსულობის დროს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ყელი არ გაიხსნა, ბავშვი იყო ჯდომით წინამდებარე და შესაბამისად სამიანო ჩვენებით ჩატარდა საკეისრო კვეთა, განმეორებითი ორსულობის პერიოდში ხშირ შემთხვევაში ექიმის თავაზობს და პაციენტი წყვიტავს უნდა თუ არა მას ფიზიოლოგიური მშობიარობა. სტატისტიკის მიხედვით მინდა გითხრათ რომ უცხოეთში დაახლოებით 75% გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ მშობიარობს ვაგინალურად, ანუ საშუას მხრებში. შესაბამისად ახლა ეს გეუბნებით ეწამით 100 ნაკეისრალი ქალიდან 75% ირჩევს და მშობიარობს ვაგინალურად. საქართველოს რეალობაში ან რო ავიღოთ არის ერთეული ქალები, რომლებიც გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან უნდათ პირველზე მშობიარად, ვერ იმშობიარეს სხვადასხვა ისე შექმნილი მდგომარეობის გამო ცდილობენ ხოლმე რომ იმშობიარონ მეორეზე მაინც იმ სტადონ ფიზიოლოგიური მშობიარობა. ზოგადად ამ მშობიარობას საცდელი მშობიარობა ჰქვია, ანუ ექიმი პაციენტთან ერთად ცდის გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ ვაგინალურ მშობიარობას და აი როგორც უკვე ვთქვით, უცხოეთში ეს სტატისტიკა საკმაოდ მაღალია. მაგრამ თუ ქალი შიშის გამო წავიდა ერთხელ საკეისრო კვეთაზე და მას ვერ გადავათქმევინეთ ესე ვთქვათ მთელი ორსულობის მანძილზე მშობიარობის პროცესამდე საკეისრო კვეთის ჩატარების აუცილებლობა და ეს სურვილი ვერ შეუცვალეთ, ასე ვთქვათ, განმეორებით ორსულობის დროს ის აუცილებლად ისევ საკეისრო კვეთას ერჩევს, იმიტომ რომ იქ ის შიში არსად არ მიდის, ის რჩება და შესაბამისად გაცილებით მეტი შიში აქვს, რომ ეხლა ნაკეისრალზე როგორ ვიმშობიარებ. ამიტომ ამ შემთხვევაში მიუხედავად მცდელობისა, ხშირად ესე წარუმატებლად თავდება ხოლმე ეს ჩვენი მცდელობები რომ ქალს გადავაფიქრებინოთ და ქალმა იმშობიაროს ფიზიოლოგიურად. პირველი და შემდგომი მშობიარობები ხშირად მსმენია რომ პირველზე შეიძლება გაგიჭირდეს, უბრალოდ სავარაუდოდ გაგიჭირდება, იმიტომ რომ პირველია, მაგრამ შემდგომი მშობიარობები უკვე ბევრად უფრო მარტივი იქნება. კი ბატონო, ეს ნამდვილად ესეა პრაქტიკულად, ანუ ითვლება რომ 30%-ით მაინც უფრო გამარტივებულია ეს ყველაფერი და დროც, ანუ აი ხანგრძლივობაც რო ავიღოთ აი სუფთა ისევ შიშველი სტატისტიკური მონაცემები, პირველი მშობიარობა გაცილებით დიდხანს გრძელდება და განმეორებითი მშობიარობა უფრო მოკლეა და უფრო მარტივი, რა თქმა უნდა, ქალისთვის. ამას სუფთა ის ფიზიოლოგიაც უდევს, აბსოლუტურად აი წარმინეთ ბუშტი რო აიღო და გაბერო, მერე ჩაფოშო. რამდენი ხნის შემდეგაც არ უნდა გაბერო, თავიდან ძალიან მარტივად იბერება. იგივე მდგომარეობა გვაქვს პრაქტიკულად მშობიარობის დროს. ყელი, რომელიც ერთხელ გახსნილია, გაცილებით მარტივად იხსნება და საშოს კედლები, რომელიც ერთხელ იყო გაფართოებული, რომელიც კი ჩადგა ფორმაში, განმეორებითი საჭიროების დროს შესაბამისად უფრო მარტივად, ანუ შესაბამისად პირველი პერიოდის და მეორე პერიოდის, ანუ საშვილოსნოს ყელის გახსნას და ბავშვის დაბადების პერიოდით ორივე მნიშვნელოვნად შემცირებულია განმეორებითი მშობიარობის დროს. ახლა რაღაცა
დისკომფორტი ერთსაც ახლავს და მეორესაც რა თქმა უნდა, ანუ იმის გარეშე არ ჩაივლის ამ დისკომფორტის და ესე ვთქვათ საშუალოსნო შეკუმშვის და თანხლებით კივილის გარეშე, მაგრამ დროში გაცილებით მოკლეა და შესაბამისად პაციენტიც უკვე გამოცდილია ამ კუთხით. გადავიდეთ არანაკლებ მნიშვნელოვან და საყურადღებო პერიოდზე, მშობიარობის შემდგომ პერიოდზე, როდესაც ქალს კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა სჭირდება ოჯახის წევრების, ახლობლების მხრიდან, ამ დროს შესაძლოა იყოს მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რასაც დღეს ალბათ უკვე უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე გასულ წლებში და პერიოდში. კი ბატონო. ესე იგი, ჩვენ ვახსენეთ, რომ ორსულობის პირველი ტრიმესტრი საკმაოდ ისეთია ემოციურად დატვირთული, იმიტომ რომ უცბად ჰორმონების სიჭარბე ვითარდება ორგანიზმში და ეს ყველაფერი აისახება ქალის ემოციებზე. შემდგომ უკვე როგორც უკვე ვთქვით, შედარებით შეგვება ვითარდება ამ პროცესს და მშობიარობის შემდეგ პერიოდში ხა ისევ ახალი ჰორმონალური გადაწყობა ხდება და გარდა ამისა კიდევ ემატება ახალშობილი, რომელსაც გარკვეული მოვლა სჭირდება, ყურადღება სჭირდება, უძილო ღამეები მოყვება, გინდა არ გინდა ეს ახალბედა დედების გაცილებით შფოთვი აქვს ამასთან დაკავშირებით, რომ რატო ტირის, როგორ ტირის, საკმარისი ჭამა, არ ჭამა და ასე შემდეგ. ანუ კიდევ სხვა ბევრი სანერვიულო ემატება ფაქტორია, ესე ვთქვა და აქედან გამომდინარე და ძირითადად მაინც ჰორმონებზეა ყველაფერი დამოკიდებული. მშობიარობის შემდგომ ითვლება, რომ ქალების დაახლოებით 65%-ში ვითარდება ეს მშობიარობის შემდგომი ბლუს, რო ვეძახით, ანუ პოსტპარტუმ ბლუს, რომელიც არის ესე მშობიარობის ესე გუნებაგან განწყობილობის ცვლილება, გინდათ ანუ ეს ხანდრა დავარქვათ ემოციური, ანუ სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ საკმაოდ ხშირია მშობიარობის შემდგომ. აღმოჩნდა, რომ 16%-ში ვითარდება დეპრესია სტატისტიკის მიხედვით, ანუ ნამშობიარები ქალების და დაახლოებით 1%-ია, როდესაც ანუ ისეთი მძიმე მდგომარეობა გვაქვს ემოციური, რომ ფსიქოზი შეიძლება განვითარდეს და მინდა გითხრათ, რომ დეპრესიასაც და ფსიქოზსაც ორივეს რაღაც გარკვეული მკურნალობა და მედიკამენტოზური ჩარევა სჭირდება. იმიტომ რომ ხშირად მომისმენია პაციენტებისგან, ანუ რომ მოდიან უკვე მშობიარობის შემდგომ ცოტა რომ გამოიხედავენ თვალებში, რომ ანუ აი ეხლა გაფერად და სამყარო, იმიტომ რომ მანამდე ისეთი რომ ბავშვის აყვანის თავი არ მქონდა ხელში, ანუ შესაბამისად ვერ შეიგრძნო ის პირველი წამები და წუთები, ესე ვთქვათ, დედობის სიხარულის, იმიტომ რომ ანუ მას აი ამ ემოციურმა გუნებაგანწყობილების ცვლილებამ და დეპრესიამ შემოუტია და არ მიეცა ამას შესაბამისი შეფასება და შესაბამისად არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა. ქალს მშობიარობის შემდგომ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ანუ მხარდაჭერა და გვერდით დგომა სჭირდება და პირველ რიგში ეს არის პარტნიორისგან. შემდგომ ანუ აი ვეუბნებით რომ პაციენტს იმისთვის რომ აი ეს გუნებაგანწყობილება კარგი იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ცოტა ხანი გახვიდეთ გარეთ, ანუ იგრძნო თავი რომ ანუ თლად სახთან და ბავშვთან მიბმული არ ახარ, იმიტომ რომ ყოველას თავისი ცოტა პერსონალური სივრცე და დრო სჭირდება და ამიტომ ყოველთვის რომ აი რაღაცა შენი საყვარელი საქმიანობით თუნდაც მცირე ხნით მაინც დაკავდი რის საშუალებასაც იძლევა ბავშვი. ღამის საათებში ანუ მნიშვნელოვანია ნორმალური ძილი. და ხშირად პაციენტები აღწერენ რომ აი არ ძინავს უკვე რაც ბავშვი გაჩნდა, იმის შემდეგ პრაქტიკულად არ ძინებია. აქაც მოიძებნება გამოსავალი რომ ახლობელ ადამიანს ეს იქნება ესე იგი ბავშვის მამა თუ ეს იქნება მშობელი რომელსაც უხსოვს დახმარება, ქალს შეუძლია გამოიწვიოს რძე თხრის მანძილზე, დავტოვოს ეს გამოწვეული ბოთლი და შემდგომ თვითონ ერთ რაღაცა სრულფასოვანი ძილი მოიწყოს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ უფრო სხვანაირად დასვენებულმა და გაჯანსაღებულად ემოციურად გაჯანსაღებულმა გამოიღვიძეს. ამიტომ ამას სწორი შერჩევა სჭირდება, ჯერ ერთი პრობლემის დანახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დავინახოთ, რომ ეს პრობლემა არსებობს და შემდგომ მისი გადაჭრის გზები ვიპოვოთ. ვიღაცისთვის ეს არის მარტივი ცხოვრების წესის შეცვლა, ანუ როგორც უკვე ვახსენეთ, ანუ დამხმარეს, აი სულ ვეუბნები ხოლმე, რომ აი ვინც შემოგთავაზებს დახმარებას, ყველა მოიხმარეთ, ანუ ვის რაც შეუძლია, როგორც შეუძლია იმისთვის, რომ ანუ რაღაცნაირად თქვენ ცოტა მეტი დაისვენოთ, იმიტომ რომ აი რაც არ უნდა საოცარი იყოს ახლა ახალბედა დედა ვინც დაუშვათ ამას უყურებენ და ამეთანხმებენ რომ ისე გადის დღე რომ ხშირად საჭმელია აი მოდიან და ვეკითხები რა ჭამე არაფერი იმიტომ რომ არ მეცალა რას ქვია არ გეცალა ხო ანუ ხო წარმოუდგენელია მაგრამ ანუ ძალიან ხშირ შემთხვევაში რომ ჩაეძიები პაციენტს თავისთვის ვერ ეცეს ანუ ბავშვს აჭამა მერე გამოუცვალა მერე იქ რაღაცა ცოტა რაღაცა გააკეთა ამასობაში შემდეგი ჭამის დრო მივიდა და ამაში გადის მისი მთელი დღე დარჩა ესე იგი უძინარი უჭმელი და სტრესილი და ასე შემდეგ ამიტომ ყოველთვის ვეუბნებით რომ ყოველთვის ვიღაცა ვინც შემოგთავაზებს დახმარებას არავის უარი არ უთხრა ყველა მოიხმარეთ და დაუშვათ ანუ დავაწყოთ ისე თქვენი დღის ესე იგი რეჟიმი და განრიგი რომ მაქსიმალურად დაგჭირდეს დასვენებისთვის დროც ეს ბავშვთან ერთად იქნება თუ ცოტა ხანი ბავშვის გარეშე აი ამ დროს ზოგჯერ შემოდის ხო მეც მქონდა მაგალითად რომ დანაშაულის შეგრძნება გაქვს თითქოს სახლიდან თუ გახვალ და
ამ დროს იცი რომ ახალშობილის სახლში დატოვე ცოტა ხნით, ხო? რომ ანუ ესე იგი აი თითქოს არ ვიცი გარემოსდან და წინასწარ უკვე ჩადებული გაქვს რომ ეს არ უნდა დატოვო ხა შენ ძალიან დიდხანს მარტო სანამ ცოტა არ მოიზრდება თუ საიდან მოდის მაგრამ გვაქვს ეს დედებს ზოგჯერ რომ ეხლა ესე იგი ახლა გუშინი მშვიდობიერად და დღეს ახლა სად მიდიხარ შეიძლება ესეთი ფრაზაც მოისმინო და ეს კონდეს ის რომ ანუ ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს პირველ რიგში რომ შენ გიჭირს ამ დროს ძალიან ბევრი პრობლემა გაქვს სტრესი გაქვს დიდი გამოწვევა გადაიტანე რა ვიცი ფიზიკური ტკივილი ამას გაუმკლავდი და ახლა შენ გჭირდება რეაბილიტაცია შენ შულთან ერთად რომელიც ცხადია ძალიან გიყვარს და მუდმივად მზად ხარ მასზე იზრუნებ ესეთ არის სამწუხაროდ არის კიდე რომ ახლა ძალიან გიყვარს აი ხშირად არის რომ პაციენტი მშვიდობიერობს და გეუბნება რომ მე არ ვიყავი მზად ანუ უბრალოდ აი ის ვერ არ იყო ის ცხრათვე საკმარისი რომ ის მომზადებული იყო ორსულობისთვის არ იყო მზად დედობისთვის და შესაბამისად გაუჭირდა ეს პროცესი ამიტომ არის საუბარი რომ აი სწორად უნდა მოდი დავინახოთ და სადაც ხა ვიღაცისთვის არის რომ ბავშვთან ერთად კარგად ისვენებს კი ბატონო თუ ეს მისთვის ეს არის უბრალოდ ყავდეს ადამიანი დამხმარე ვინც თავშეთ სხვა პროცესებს მოაგვარებს და მთლიანად იყოს გადართული ბავშვზე დედა მაგრამ ვიღაცა სჭირდება გასვლა ანუ და ეს გასვლა არის რომ ცოტა ხანი მეგობრებთან გაიაროს ცოტა მიხოთ აი უბრალოდ ცოტა ხანი თავისუფლების შეგრძნება სჭირდება ეს ხშირად ისევ პაციენტებზე დაყრდნობით ხშირად მომისმენია და აქედან გამომდინარე თუ მას ეს სჭირდება უნდა მივცეთ და არ არის საჭირო ეს კომენტარები პირველ რიგში აქ პარტნიორმა უნდა შეუწყოს ხელი მაგრამ მოგეხსენებათ ანუ დღესდღეობით ახლა ჩვენთან ცოტა სხვანაირად არის და ანუ პრაქტიკულად პერსონალური სივრცეა ეს პირადი სივრცე ძალიან ცოტა აქ ადამიანს დარჩენილი თავისთვის იმიტომ რომ ყველა ვისაც ეკითხება და ვისაც არ ეკითხება ესეთი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ამიტომ შეიძლება აი ამისგანაც რომ იმანესი არ თქვას ახლა საწავი და ახალნამშობიარები გარეთ რა უნდა და ძალიან მეც მახსოვს ჩემი მშობიარობის შემდეგ პერიოდში იგივე მიდგომები ესე ვთქვა და ეხლაც ხშირად არის ხოლმე სამწუხაროდ ასე რომ ყველა ახალ ბედადედას უნდა ვურჩიოთ რომ იმ მომენტში რასაც თulis რომ ის ემოციურ მდგომარეობას გააჯანსაღებს ისე უნდა მოიქცეს და შეეცადოს რომ საკუთარი თავისთვისაც დაიტოვოს დრო. კი ბატონო და ძალიან მნიშვნელოვანია რომ უნდა ჩავთოთ პარტნიორები ანუ ბავშვის მამები საქმეში იმიტომ რომ აქ ქალმა თავი მარტო არ უნდა იქნოს იმიტომ რომ ეს ორივეს გასაკეთებელი საქმეა და შესაბამისად უნდა ჰქონდეთ განაწილებული აი ეს თუნდაც ბავშვზე ზრუნვის და მოვლის პერიოდი. ერთადაც და ცალ-ცალკეც. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ამით უნდა დავემშვიდობოთ მშობელთა კრების მაყურებელს, ვინც ამჟამად ელოდებით ბავშვს და ხართ მოლოდინის რეჟიმში ყველას გისურვებთ მარტივ წარმატებულ მშობიარობას, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერ დედობას. მე გემშვიდობებით ჩვენ სტუმართან ერთად, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, შემოვერდით მშობელთა კრებას, მოგგვარეთ თქვენი კომენტარები, თქვენთვის საინტერესო თემები, რასაც აუცილებლად დავუბრუნდებით.